მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებთ ჩვენ ლექციებს და ჩვენი დღევანდელი თემა შეეხება ძირითადად პრაქტიკულ სავარჯიშოებს და ამოცანებს, რომელიც თქვენ წინა კვირას გქონდათ ლუპებთან დაკავშირებით და ამავდროულად, ასე ვთქვათ, შევათავსებთ ამ ლუპების დავალებას იმ მასალასთან, რაც ჩვენ სამშაბათს თეორიულ ლექციაზე ვისაუბრეთ. ჩვენ თეორიულ ლექციაზე ვისაუბრეთ ძალიან მარტივად, როგორ გადავიყვანო ერთი ტიპი მეორე ტიპში. მე აქამდე არ ვიცოდი ეგ, იმიტომ რომ არც ჭირდებოდა რაღაცნაირად სანამ ის ამოცანა არ მოვიდა ჩვენამდე, რომ კონსოლში რო რაღაცას ჩავწერ, ის ჩაწერილი ინფორმაცია გადავიყვანო სხვა ტიპად. მაგალითად, ასაკი თუ მინდა რომ კონსოლიდან მევიღო ინფორმაციის სახით, ეს ასაკი მაქვს ჭყალებში ჩასმული და უშუალოდ 33, იმიტომ რომ console readline-ში ყველა ინფორმაცია არის string-ი და მე მინდა რომ გადავიყვანო int-ში, ხო? რომ მივიღო ნამდვილი ინფორმაცია რიცხვითი და მე ვიმუშაო მასზე, ხო? რაღაცა მათემატიკური ოპერაციები გავაკეთო და ასე შემდეგ. და ჩვენ, ასე ვთქვათ, ავხსენით ის, რომ არსებობს გადაკონვერტირების, ანუ ერთი ტიპიდან მეორეში გადაყვანის რამდენიმე გზა. და implicit და explicit cast-ები ვისაუბრეთ, რომ ასე ვთქვათ, ჩვენ შეგვიძლია რომ გადავიყვანოთ ერთი ტიპიდან მეორე ტიპში, თუ კი, ეს ტიპები ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან და განსხვავება არის მარტო, ასე ვთქვათ, size-ი, ანუ ის მეხსიერების ადგილი. და ჩვენ ვთქვით, რომ პატარიდან დიდში გადაყვანა შეგვიძლია, მაგრამ დიდიდან პატარაში ვერ გადავიყვანთ, ასე ვთქვათ, implicit cast-ში, ხომ? იმიტომ რომ, ასე ვთქვათ, გამოიწვევს დანაკარგს. მაგრამ explicit cast-ზე ვისაუბრეთ და ვთქვით, რომ შეგვეძლო გადაყვანა ოღონდ, ასე ვთქვათ, ზარალი, ანუ ვთანხმდებით იმაზე, რომ რაღაც ზარალი აუცილებლად აქვს მონაცემს. თუ კი გასცდა იმ არეალს. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ სიტყვაზე რაღაცა double ტიპის ცვლადი თუ მაქვს, რომელიც უდრის 5.4-ს, მე როცა int-ში გადავიყვან ამას, მე ვთანხმდები, რომ int-ში ვერ შევინახავ, ასე ვთქვათ, ანუ ამ წერტილის მერე ინფორმაციას ვერ შევინახავ, ხო? და მე მომიწევს, რომ ასე ვთქვათ, დავკარგო ეს ნაწილი და როცა გადავიყვან ამას, დავშვეთ int num2 უდრის და აქ int-ს დავწერ და აქ nums, ასე ვთქვათ, მე ვიცი, რომ დაიკარგება ის ნაწილი, მაგრამ num2-ში ჩაჯდება 5, ხო? გავუშვათ. კარგად. ცოტა დიდი ხანი უნდა ალბათ. ხო, და დაიპრინტა 5-იანი, ხო? და ესე იგი, ერთი გზა ეს არის explicit cast-ის და მეორე გზა იყო parse და try parse. ჩვენ ვთქვით ამაზე, ცოტა მიმოხილვა რომ გავაკეთოთ, რომ არსებობს parse მეთოდი, ესეთი, რომელიც ყველა მონაცემთა ტიპს გააჩნია და ჩვენ ვთქვით, რომ არსებობდა როგორც parse, ასევე try parse. მე ერთ მაგალითს შეგვიძლია გავაკეთოთ, დავუშვათ string-ი გადავიყვანოთ int-ში, string text უდრის 32-ს მაგალითად და მე თუ მინდა რომ გადავიყვანო int-ში, მე შემიძლია გამოვიყენო int.parse და ჩავსვა აქ ტექსტი. და აი ეს გადაიყვანება და თუ ინფორმაციის შენახვა მსურს, მაშინ რა თქმა უნდა სხვაში მოვათავსებ, ხო? აი აქ წინ დავწერ int num3 უდრის int.parse text. ხმა მომესმა და რამე კითხვა ხო არ არის? კაი. თუ რამე აუცილებლად გამაჩერეთ. და parse-ით მე შემიძლია რომ გადავიყვანო ეხა ეს და ასე ვთქვათ, num3-ს რო გავუშვებ, მე დამიპრინტავს რა თქმა უნდა 32-ს. ხო, ეს ძალიან კაი. მაგრამ ჩვენ ისიც ვახსენეთ, რომ ეს parse გამოიწვევდა errors, მაშინ თუ კი არასწორი ინფორმაცია არის აქ შეყვანილი. რაღაცა 100-ს თუ გაურებ, ეს უკვე რიცხვად ვეღარ გადაიყვანება
და პროგრამა ამოგვიგდებს პირდაპირ errors. Unhandled exception system.format exception. ანუ ეს format ანუ თვითონ error-ი პროგრამამ ანუ აქ ჩვენთან errors ნიშნავს exception-ი. და ეს მრავალი exception-ი არსებობს რა. ძალიან ბევრი სხვადასხვა error-ის ტიპი არსებობს. ერთი არის ესეთი format exception-ი. ანუ ნიშნავს იმას, რომ ფორმატი თვითონ აი ეს 32i რაც იყო, აი ეს ვერ გადაკონვერტირდა და მაგიტო მეუბნება, რომ was not in the correct format. და ნუ error-ი რადგან არის, ესე იგი მე თლად კარგად ვერ ვაკონტროლებ, ესე იგი სიტუაციას, თუ სადღაც error-ი გამეპარა, რა გამოვიდა, ხო? აქ ნაგონია ჩვენ ვთქვით, რომ parse-ის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ try parse-ი, რომელიც საშუალებას მაძლევდა, რომ ასე ვთქვათ, გადამიყვანა რაღაცა error-ის გარეშე, ანუ მე ვაკონტროლებ მანდ შეცდომას. ჩვენ ვთქვით, რომ try parse ნიშნავდა, რომ მე ვცდილობ გადავიყვანო, ანუ გავპარსო, ვცდილობ და ნუ და ჩვენ ვთქვით ასევე, რომ ეს try parse აბრუნებს ან ჭეშმარიტებას, ან ცდარობას. ბულ ტიპს აბრუნებს. ანუ ან გადაიყვანს, ან ვერ გადაიყვანს. ამიტომაც თვითონ შეგვიძლია დავწეროთ int.try parse და აი აქ ჩვენ ვთქვით, რომ უნდა დავწეროთ აქ ტექსტი და მერე უნდა დავწეროთ out და ის სვადი, რაზეც მინდა რომ გადავიყვანო. რაზეც მინდა რომ შევინახო ის გადაკონვერტირებული ინფორმაცია, ხო? out int რა ვიცი, number. აი ეს იქნებოდა, ესე გადაიყვანებოდა მაგალითად. მინდა გითხრათ ის ფაქტი, რომ აი ამ შემთხვევაში ამ try parse-ის აი ამ რეზულტატის try parse, რასაც აბრუნებს, ამის ცვლადში მოთავსება არ არის აუცილებელი, რომ ეს ინფორმაცია შევინახოთ ცვლადში. იქნებოდა, რომ ჩემთვის მაინც საინტერესო არის აი ეს ნამბერი რას იცავს. შეინახება თუ არა ამ ნამბერში ის კონკრეტული ინფორმაცია. ანუ როცა თუ გადაიყვანს, მაშინ ხო შეინახება ამ ნამბერში ამ ტექსტის გადაკონვერტირებული მნიშვნელობა. აქ დაგამნარე, ნუ ხა ეს try parse true აბრუნებს თუ false აბრუნებს, ჩემთვის ზოგჯერ შეიძლება მნიშვნელობა არ ჰქონდეს. მაგრამ აი ჩვენ წინა ლექციაზე გადავჭერით ბოლოში ის პრობლემა, რომ ვთქვით, რომ თუ კი ვერ გადაკონვერტირდება ეს ტექსტი, მაშინ ამ ნამბერში დეფაულტად ნულიანი ჩაიწერებოდა და მე ვერ ვარკვევ ეს ნამბერი ნულიანი რო ვერ გადაკონვერტირდა, მაგიტო ჩაიწერა ნულიანი, თუ განზრახ ვიღაცამ ჩაწერა ნულიანი იქ როცა გაუშვა console line-ის დროს, ხო? აქ დაგამნარე, მაინც თუ კი console line-თან მაქვს საქმე, მაინც ჯობია რომ აი ეს try parse-ის რეზულტატი შევინახოთ სვადში, რომ მაინც ვიცოდე true არის თუ false-ი, რომ მე შეიძლება ეს რეზულტატი სვადი გამოვიყენო სადღაც. და მოკლედ ასე შემდეგ. ეს ჩვენ წინა ლექციაზე ვისაუბრეთ. და ნუ ასევე ავხსენით, რომ ნუ parse-ის და try parse-ის გარდა convert-ი არსებობს ძალიან მაგარი მეთოდი. ნუ რაღაცნაირად მოსახერხებელი. convert წერტილი თუ სწერ და ძალიან ბევრი რაღაცა ის არსებობს გადაყვანის გზა. ანუ სად გადავიყვანო? byte-ში, char-ში, boolean-ში, decimal-ში, date time-ში, ნამ date time-ს მე გავივით. თუ base 64 string-ებ დამებსაც, ნუ ჯერ ეგ დიდად არაფერი არ არის მნიშვნელოვანი. თუ decimal-ი, თუ double-ი, თუ int 16, თუ int 32, თუ int 64, მოკლედ თუ ეს byte-იც არსებობს და მოკლედ ყველანაირი ის არსებობს რა. ხო. ანუ parse და try parse რო არ გამოვიყენოთ და convert-ზე რო გადავერთოთ, კეთესი არ იქნება? თითქმის ყოველთვის რო convert ხო, აი ნახე რა თემა არის, თვითონ ეს convert-ი ჩვენ წინაზეც ვახსენეთ, რომ თუ ვერ გადაიყვანა აგდებს errors. აი ნახე. აი აქ ეს ხო არის, დავუშვათ, აი ეს რიცხვი ხომ აქვს? უბრალოდ ეს ტექსტი. და მინდა რომ გადავიყვანო, ხო? ნუ ეს კაი გავარჩიეთ. მოდი სხვანაირად დავიღოთ, ესე იგი დავწეროთ int
ამას დავაკომენტარებ. if int nami უდრის და convert to int ხო? to int 32-ს დავწერე აქ, იმიტომ რომ int-ში მინდა რომ გადავიყვანო. 32 აღნიშნავს int tips, აი თუ კი int tips-ში მინდა გადავყვანო, ყოველთვის to int 32-ს გამოვიყენებ. და აი აქ ჩავწერ text ხო? ეს. მე რო ხა ეს ნამი დავაკონსოლო. გავდივარ error-ზე. ზუსტად იგივე error-ი არის, რაც parse-ის დროს. ანუ რო გითხრა parse და ეს convert-ის თემა ძალიან გავს ერთმანეთს. თითქმის არაფერი განსხვავება არ არის. მაგრამ აქაც error-ზე გავდივარ, ხვდები? და აი error-ი რო არ მქონდეს პროგრამაში, მაგისთვის რო თავი დავიზღვიო, ზოგჯერ მაგიტომ ვიყენებ try parse. რომ აი აქ ვცდილობ მაინც. თუ ჭეშმარიტება, კარგი, გადაიყვანება. თუ არა და ოკეი, არ დაიქცა ქვეყანა, რეზულტატი უბრალოდ false იქნება და მე ვაგრძელებ უკვე რაღაცებს. მანდ უკვე მეცოდინება რა, გადაიყვანა თუ ვერ გადაიყვანა. მანდ უკვე რეზულტით მივხვდები. რეზულტი ხო ან ჭეშმარიტებას აგვინებს, ან ცდარობას. და მე მანდ if statement-ით დავწერდი მაგალითად, რომ თუ რეზულტატი არის ცდარობა, ესე იგი ვერ გადაიყვანა, ხო? მაშინ რაღაცა სხვა რაღაცა მოიმოქმედე. ანუ მე მანდ უკვე მაქვს პასუხი შესაძლო error-ზე. და აქ არ მაქვს. ანუ error-ი დააბრუნა და всё, აღარ მაქვს ხელმისაწვდომი. ანუ ვერ ვაკონტროლებ error-ს რა. მიხვდი? მივხვდი, მაგრამ აი bool tip-ში რა ჩავწეროთ convert-ი მაგალითად ეგრე შეიძლება? არა, ეს convert-ი to int 32 მეთოდი ყოველთვის აბრუნებს int ტიპის მონაცემს. ანუ ის არ აბრუნებს იმას გადაიყვანა თუ ვერ გადაიყვანა. ესეთი ტიპაჟია თუ ყველაფერი კარგად არის, მაშინ დააბრუნებს რიცხვს, თუ არა და გაისვრის error-ს. ანუ ის არ გეუბნება რომ ვერ გადავიყვანე და რაღაცა. ის გაისვრის error-ს, რომ არასწორი ფორმატიაო. მიხვდი? ამიტომაც მე ვერ ვასწრებ დროში. ანუ კი. მაშინ ესეთ კითხვას დაგისვავდი, ბულში რომ მომეთავსებინა, ან ბული რო ყოფილიყო აქ. მაშინ ის რიცხვი იმ რიცხვზე საიდან მექნებოდა წვდომა? ანუ რომ გადაიყვანებოდა, ის რიცხვი სად მექნებოდა მე? ხვდები? ანუ ეს convert-ი არის თვითონ კლასი და თუ int 32 არის ეს უკვე მეთოდი. აი ეს აბრუნებს int-ს. თუ დააბრუნა, მაშინ ამ ნამცხვარში მოთავსდება. თუ არა და გაისვრის error-ს. კი, გასაგებია. მადლობა. ოკეი. ამიტომაც ესეთი რჩევა მაქვს თქვენთვის, რომ თუ კი მე ზუსტად ვიცი, რომ error-ზე არ გავა, მაშინ გამოიყენეთ ან parse ან convert-ი, რა მე convert-ი უფრო მეტად მომწონს რაღაცნაირად, უფრო მეტად რაღაცნაირად ლამაზია და ისა რა, რაღაცნაირად ჩემთვის უფრო მოსახერხებელი. მაგრამ parse-საც არ აუშავს, parse-იც ნორმალურია. და თუ არ ვარ დარწმუნებული მონაცემზე, მაშინ try parse ჯობია. ნუ ჯერჯერობით ვიძახი რა, თორემ მე try catch ვისწავლეთ. error-ის დაჭერა სადაც ხდება და error-ის დაჭერა თუ ვიცი, მე რა გინდ convert-ში, გინდ convert-ი გამოვიყენო და გინდ რაღაც სხვა. ოკეი. კაი. ანუ ეს გავიარეთ ჩვენ წინა ლექციაში. ეხლა მოდი რაღაცა პატარ-პატარა მაგალითები გავაკეთოთ. ეხლა პირველი აი დავალებებში მინდა რომ გავყვეთ რა. აი მაგალითად აი რო იყო რომ პროგრამა დაწერეთო და მეც როგორ იყო? ეს იგი console line-ში უნდა შეგვიყვანა რაღაცა რიცხვი და რაც იქნებოდა ეგ რიცხვი იმდენჯერ უნდა დაგვეპრინტა hello world-ი. ხო იყო ეგეთი დავალება წინაზე. ესე იგი უნდა შევიყვანოთ console-ში რიცხვი და რამდენი და რაც არის რიცხვი იმდენჯერ უნდა დავპრინტოთ hello. მაგალითად. აი ეს დავალება გვაქვს. ხო?
ეხა როგორ ვიზავ მაგას? პირველ რიგში, მოდი ჩვეულებრივად დავწერდით, რომ აქ აქ დავწერდი, რომ გთხოვთ შეიყვანოთ რიცხვი. ხო? ჩვენერი. ეს უნდა შევინახო. უკვე console line-ი მჭირდება სადღაც ინფორმაცია რომ შევინახო. ეხა რა არის? ჩვენ ხო ვიცით რომ ეხა აქ console წერტილი read line შეგვიძლია აქ რომ გამოვიყენოთ პირდაპირ. მაგრამ აი ეს ინფორმაცია თუ მინდა რომ შევინახო, მაშინ ცვლაც გამოვიყენებ. string ტიპის ცვლაც, ხო? და აქ დავწერდი string text უდრის console read lines. რა პრობლემა? არაფერი, ხო? შეინახება ტექსტი. და მე როცა ეხლა ნახეთ ამ მოცავს რო შევხედოთ, კონსოლში რიცხვი უნდა შევიყვანო და რაც არის ეს რიცხვი იმდენჯერ უნდა დავპრინტო hello. ანუ თუ მე ჭირდება რომ დავპრინტო hello იმდენჯერ, ამდენჯერაც რიცხვია, ანუ რაც არის რიცხვი. ესე იგი ეს რიცხვი როგორც ტექსტი კი არ უნდა მქონდეს სტომაში, როგორც მათემატიკური რიცხვი ისე უნდა მქონდეს სტომად. რომ თქვა რომ აი ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ აი ესე დაპრინტე hello. რაც იქნება ეგ რიცხვი, ხო? აქ ნაგონარე მე როგორც ტექსტ ტიპად ესე არ მაწყობს, ანუ როგორც სიტყვაზე აი ხუთიანი ესე არ მაწყობს. შენახვა, მე მინდა როგორც აი ესეთი ხუთიანი. თუ ხუთ შევიყვანო რა თქმა უნდა. აქ ნაგონარე ჭირდება კონვერტაცია. აქ მოდი მე გამოვიყენებ try-parse, იმიტომ რომ console line-ია და მაინც რაღაცა ის რო არ იყოს პრობლემა. Ball result უდრის int.try-parse text დავწერ პირველ პარამეტრად აქ, ანუ აქ დავწერ text და out int და nami დავარქვათ. აი ეს კიდევ ერთხელ დაიმახსოვრეთ, რომ აი ცვლაც რასაც მინდა იმას დავარქვა. მე ყოველთვის nams წერ ხომ ამ numbers და text ეს ან აქ რო results წერ ხომ ეს ავთოთ არავით არის არა აქ მამის მნიშვნელობა. უფრო მეტად ჩემთვის წერ მაგას რომ დავინახო კარგად კოდი. თორე გინდ აგვეწეროს გინდ b გინდ პეტრე პავლე არ აქვს მნიშვნელობა. ხო. აი ესე. თუ გადაკონვერტირდა მაშინ ამ ნამცვლადში შეინახება ეგ ინფორმაცია, თუ არა და ნამი იქნება 0. და ეს გვაქვს უკვე. ეხა ესეთი დავალება გვაქვს, ხო? უნდა დავპრინტოთ ეს რიცხვი იმდენჯერ, რამდენჯერაც რაც არის ეგ რიცხვი, ხო? დავუშვათ რიცხვი თუ არის 10, მაშინ 10-ჯერ უნდა დავპრინტოთ hello world-ი, თუ 100, 100-ჯერ, 200, 200-ჯერ და ასე შემდეგ. რადგანაც ეგ არის, პირველ ჯერზე გავიხსენოთ რა, აი სანამ ამ ცვლადს მივადგებით, აი ნებისმიერი, ავიღოთ დავუშვათ 5-ჯერ დავპრინტოთ hello world-ი. როგორ მოვიქცევთ, ხო? ესე იგი წერდით force, მერე წერდით int-ს, i უდრის 0-ს, ეს i-ს არ არის ისეთი, რა ქვია, რაღაცა აუცილებლად i რო უნდა დავწერო ეგეთი რამე, უბრალოდ ეგრე შევთანხმდით რაღაცნაირად პროგრამისტები, რომ for loop-ში i-ს ვწერთ ხოლმე. თორემ თქვენ შეგიძლიათ სხვა რამე დაწეროთ. ნებისმიერ. i ნაკლებია 5-ზე, i++. ესე დავწერდით და აქ დავპრინტავდით hello world. ხო? ცოტა ხანი ეს დავაკომენტარო. ანუ ჩვეულებრივად i 0-ის ტოლია და სანამ i ნაკლები იქნება 5-ზე, მაგამდე დაპრინტე hello world-ი და მერე i 1-ით გაზარდე. ანუ i როცა 0-ის ტოლი იქნებოდა დაიპრინტებოდა, 1-ის ტოლი იქნებოდა დაიპრინტებოდა, ესე იგი 0, 1, 2, 3, 4 ამ მომენტებში ყოველთვის დაიპრინტებოდა და მერე i როცა 1-ით გაიზრდებოდა და მიადგებოდა 5-ს, 5 ნაკლები 5-ზე ვერ იქნებოდა, ესე იგი დააბრუნებდა ცდარობას და მოკლედ აქ ვერ შემოვიდოდა. გავშვოთ. აი ეს დაიპრინტა 5-ჯერ hello world. ეხლა თვითონ აი აქ მოდი შევქმნათ ესეთი ცვლადი. აი 5 აქ როგორც რიცხვი ისე კი არ მქონდეს. ეს 5 გარეთ გავიტანო. მაგალითად int number-ი უდრის 5-ს. მე რო ეხა აქ 5-ის მაგალითად number-ი ჩავწერო. რამე პრობლემა იქნება? არც არაფერი, ხო? არანაირი პრობლემა არ იქნება. იმიტომ რომ ჩვენ პროგრამა რო კითხულობს, რომ i ნაკლებია number-ზე,
კითხულობს, რომ ვა, ნამბერი რა არის და მან იცის, რომ ეს ნამბერი არის აგერ ცოიმ ცოდი, რომელიც 5-ის ტოლია. აქედან გამომდინარე, მე ინფორმაციას როგორ წარმოვადგენ, გინდ ცვლადის სახით, გინდ პირდაპირ დავწერ, ეგ არ აქვს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. აბა გავუშვათ. აჰა, დაეპრინტა 5 ჯერ hello world. კარგი. და ესე თუ შემიძლია, ესე იგი მე შემიძლია რომ აი ეს ნამი რაც მაქვს აქ, ეგ გამოვიყენო, ხო? იმიტომ რომ აი თუ გადაკონვერტირდა მაშინ ნამი იქნება ის კონკრეტული რიცხვი, ხო? რაც ჩავწერე მე. და იმდენჯერ ამას წავშლი 3 და ამ ნამს გამოვიყენებ ხა აქ. მოიცა? ნამინდა დავაკოპირო. ანუ ნამი რაც იქნება, იმდენჯერ დაიპრინტება hello world-ი. ანუ ეხა მე ბმა გავაკეთე, ანუ დავაკავშირე აი ეს რაღაცა კოდი ამ ჩემ for loop-თან. და დავაკავშირე რითი? მე ჯერ წერ ინფორმაციას, მერე ვაკონვერტირებ, რა თქმა უნდა, int-ში, ნამში გადაკონვერტირდება და რაც იქნება ნამი, ასე ვთქვათ, იმდენჯერ გაეშვება hello world-ი. გავუშვათ. ხო, შეიყვანოთ რიცხვი. 10 თუ დავწერ, 10 ჯერ დაიპრინტება hello world-ი. 3 6 9 და ეს მე-10. ხო? იქ რა აინტერესებს? ეს int ნამი რაც გვიწერია, გლობალური ცვლადია, ხო? კი. ანუ ეს ნამი კარტად შეგიძლია გამოიყენო. იმიტომ რომ უკვე აქ არის რა ეს ნამი. ეხლა შენ სიტყვა გლობალურს ხო, ანუ ავტომატურად არის, ანუ out int ნამ როცა წერია აქ, ეს out-ი სიტყვა განაპირობებს მაგას, რომ ეს ნამი ყველგან ყოველთვის იქნება წოდომატი. ეგ ჯერ არ ამიხსნია თქვენთვის, დღეს მინდოდა გამერჩია ეგ თემა. და კაია რომ მაგას მიადექი. ეხლა ვისაც კითხვა გაგიჩნდათ რა არის გლობალური და რაღაც ცოტაც მოითმინეთ და ეხლა ვიახსნ. კაი. აი, ეხლა ესეთ კითხვას დავსვამ. მე console line-ში არაფერი რო არ ჩავწერო. ან რაღაცა ასოები რო ჩავწერო. ეს ნამი ხო ვერ გადაკონვერტირდება. და მას შემთხვევაში რას დამიპრინტავს? ანუ რა მოხდება თქვენი აზრით? აი მე რო ხა აქ. აი აქ რო ჩავწერო. აუ ბოდიში ვერ გავიგე. ანუ მე რო ეხა აქ რიცხვი არ ჩავწერო და ჩავწერო რაღაცა ტექსტი. algorithm. და enter-ს რო დავაჭირო, რა მოხდება? თქვენი აზრით. რიცხვს არ დაპრინტავს. ხო, ანუ კარგად ვერ გავიგე. false-ი დაბრუნდება. false-ი დაბრუნდება, არა, რა მინდა იცი? თვითონ აი ეს კოდი ხო მაქვს ხა დაწერილი. ეხლა მე რო algorithm-ის ჩავწერ, enter-ს რო დავაწვევი, რა მოხდება მაგ დროს? ანუ შედეგად რა მექნება? თქვენი აზრით. წეხ მაგაწდა და ხელახლა გამეორე რას არ სამობდი. ანუ რადგან რიცხვი არ მიუთითაც, არა მოაგდებს იმდენჯერ. ხო, ანუ algorithm არ არის რიცხვი, ხო? ესე იგი, პირველ ჯერზე ეს ტექსტმა შეინახა, ეს algorithm ჩვეულებრივად ტექსტად შეინახა. ამის მერე ვცადეთ, რომ გადაგვეკონვერტირებინა algorithm რიცხვად. ხო არ გადაკონვერტირდა? ანუ ნამში ეხა რა, ნამი რა იქნება თუ ვერ გადაკონვერტირდა? აი წერა ვთქვი, რომ try parse-ის დროს ნამის default მნიშვნელობა თუ კი ვერ გადაკონვერტირდა, იქნება 0, ხო? 0. ანუ რაღაცა ტექსტები რო ჩავწერე მე, enter-ს როცა დავაწვევი, ნამიში ვერ შეინახება ინფორმაცია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რავი, algorithm-ი რანაირად გადააქციო რიცხვად, ხო? და ამ ნამის default მნიშვნელობა, ანუ მნიშვნელობა იქნება 0. ეხლა შევხედოთ, ნამი არის 0. აი ამ for loops რა მოუვა?
წარმოვიდგინოთ ეხლა ამის ადგილას ნულიანი. აი აქ. ეს კოდი რაც დააბრუნებს, ანუ რას დაგვიწერს პროგრამა. ან საერთოდ დაგვიწერს რამეს, თუ არ დაგვიწერს. არ დაპრინტავს ალბათ. სწორია. სწორია, იმიტომ რომ ვერ დაპრინტავს, რომ i არის 0-ის ტოლი და სანამ i ნაკლებია 0-ზე, მაშინ დაპრინტეო და 0 0-ზე ნაკლები ხო ვერ იქნება. სწორად ხარ. ანუ შენაგად იქნება რომ for loop-ში ვერ შევა. ანუ წაიკითხავს ამას და ეგრევე ეტყვის რომ 0 0-ზე ნაკლები ვერ იქნებაო და აქ აღარ შემოვა. აქ დაგამდინარე, თუ კი ეხა, აი ნახე, გავუშვათ ეხა. ალგონს რო დავწერ, არაფერს არ იწევს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ნომი არის 0, 0 0-ზე ნაკლები ვერ იქნებაო და for loop-ა არ იმუშავა. მაგრამ როგორც კი მე ეხა ჩავწერ სიტყვაზე სხვა რამე, რაღაცა კონკრეტულ რიცხვს ჩავწერ, სულ რომ ნულიანი ჩავწერო აქ, 0-ზეც იგივეს იწევს. ოღონდ, საქმე ის იქნება, რომ აქ ნამდვილად წარმატებით ჩაივლის, try parse სისტემა წარმატებით ჩაივლის. ნავში შეინახება ნულიანი და ნულიანი შეინახება და მაინც იგივე თემას მივოდექით. მაინც არ გაეშვება ჩემი for loop-ი. იქნა გამომდინარე, რომ 0 0-ზე ნაკლები ვერ იქნება. აი? აქ. მაგრამ როგორც კი აქ ერთს ჩავწერ, უკვე იმუშავებს. ანუ უკვე შემოვა for loop-ში. იმიტომ რომ ერთი რო ჩავწერე გადაკონვერტირდა კარგად, ანუ სულ გადაკონვერტირებას ვეძახი, იმიტომ რომ ინგლისურად კონვერტი ხო იმას ნიშნავს გადაყვანას რა, ანუ გადაიყვანება ეს ნამი შეინახავს ამ ინფორმაციას და int i უდრის 0-ს i ნაკლებია 1-ზე, ხო? წეგან ხო ერთი ჩავწერე. და ერთხელ შემოვა და hello world დაპრინტავს. გასაგებია რას თქვი? რაც ვახსენე. გასაგებია. ძალიან კაი. Discord-ში შემოვიჭრიტები. აუ, ხელი მიცადე. გავაქსავნე მოწყო. ოკეი. კაი. მაშინ გავაგრძელოთ. გავაგრძელოთ და ეხა რა მინდოდა რომ ავხსნა რა. ესე იგი, ერთი დავალება გქონდა თქვენ ესეთი, რომ ესე იგი, სიტყვაზე ვიპოვოთ 0-დან 100-მდე ციფრების ჯამი. ანუ ვიპოვოთ 0+1+2+3+4 რაღაცა, მოდი 100-ის ჩათვლით იყოს. 100-ის ჩათვლით. ანუ ყველა ციფრი დაჯამდეს. აი ეს მინდა რომ ვიპოვო. ეხა, როგორ ვაკეთებ, ანუ როგორ ვფიქრობ, როგორ ვიაზრონო რა? აი, დაჯამება როგორ, ესე იგი, მე ნულიანზე უნდა მქონდეს წტომა, მე 0-ს უნდა მივუმატო 1, 2, 3, 4, ესე უნდა მივუმატო, მაგრამ რანაირად მივუმატო? კაი, მოდი სანამ მიმატებაზე გადავალ 0-დან 100-ის ჩათვლით, ესე იგი, ჯერ 0-ზე უნდა მქონდეს წტომა, მე 1-ზე უნდა მქონდეს წტომა, 2-ზე, 3-ზე, 4-ზე, 5-ზე, 6-ზე, ესე ხო უნდა მქონდეს წტომა რიცხვებთან. ამიტომ ძალიან კაი ვარიანტია ამ შემთხვევაში for loop-ით რო დავიწყო და მე იქნება რაღაცა იდეა მომივიდეს. int i უდრის 0-ს, ანუ 0-ს იმიტომ ვწერ, რომ 0-დან მინდა რომ დაიწყოს თორე. რავი, მე თუ მეტყვის აქ რომ 5-დან დაიწყეო და 100-ის ჩათვლითო, მაშინ 5-დან. მაშინ აქ ის 5-ს დავწერდი. მოდი ესე იყოს, 5-დან 100-ის ჩათვლით იყოს. int i უდრის 5, ესე იგი 5-დან ვიწყებ. i ნაკლებიანი ტოლია 100-ზე. i++. ეს. ეხა რა მინდა? ესე იგი, ანუ 5 მაქვს, ანუ ეხა ჯერჯერობით ვარ 5-ზე, ხო? იმიტომ რომ i უდრის 5-ს, 5 სანამ ნაკლებიანი ტოლია 100-ზე, იქამდე რაღაც უნდა გავაკეთო. ეხა მე ეს 5-იანი რაღაცა უნდა შევინახო, თორე მე გადავა 6-ზე, გადავა 7-ზე, 8-ზე, 9-ზე და ეს 5-იანი ხო დამეკარგება. ხო და თან ჯამი უნდა ვიპოვო. ანუ რაღაცნაირად ეს 5-იანი თან უნდა მქონდეს შენახული.
და თან რაღაცააც სხვებზეც უნდა გადავდიოდე, 6-ზე უნდა გადავდიოდე, 7-ზე, 8-ზე და ასე შემდეგ. ხო და რა, ეგეთი თემა რადგანაც არის, ტექნიკა როგორ მუშაობთ ეგეთ დროს. ჯამი. ჯამი ზოგადად, სანამ ამ ამოცანას დავიწყებ, ჩემ გონებაში ვიცი, რომ ჯამი არის 0. ჯერჯერობით. სანამ მივუმატებ, მაგამდე ჯამი არის 0, ხო? სანამ 5-ზე გადავალე, 6-ზე, 7-ზე, 8-ზე, 9-ზე და ამათ შევკრიბავ, მაგამდე ვიცი, რომ 0-ია. ჯერ. ამიტომაც მოდი ცვლადში ჩავწეროთ, რომ ჩემი ჯამი უდრის 0-ს. ეს, სამი მაქვს 0. ეხა მაქვს 5-იანი, ხო? 5-იანთან მაქვს წვდომა. ეს 5-იანი, ხო, სადღაც, ანუ ხო უნდა დავითვალო. ანუ ჩემ ჯამში ხო უნდა ვახსენო, რომ აი 5-იანი ხო უნდა შევკრიბო. მე 6-იანი უნდა შევკრიბო, 7-იანი, 8-იანი და ასე შემდეგ. აქ დაგონერე ძალიან მარტივად ამ სამ ცვლადს მე ვიყენებ იმისთვის, რომ ყველა რიცხვი დავაჯამო. ეს ხო 0-იანი მაქვს. ოღონდ აი უბრალოდ პრაქტიკული მაგალითი რო წარმოვიდგინოთ რა, აი მაგალითად ვითვლი ვაშლებს. ვაშლები მიწყვია აგერ წინ, სულ მაქვს 6 ცალი ვაშლი სიტყვაზე და უნდა დავითვალო, ხა რამდენი ვაშლია. ჯერ სანამ დავიწყებ თვლას, ესე იგი მე ჯერ ჩემ გონებაში არც ერთი ვაშლი არ მაქვს, ჯერ არ მაქვს დაჯამებული, ასე იგი ჯერ 0-ია ჯამი. და რა ხდება, ვუყურებ პირველ ვაშლს, დავინახე პირველი ვაშლი და გადავითვალე ხო ჩემ გონებაში 1. მერე მეორე ვაშლს ვუყურე 2, 3, 4, ესე მივედი და დავთვალე 6. ესე იგი ჩემ გონებაში არსებულ 0-ს ვუმატებ იმ ერთ ვაშლს. აქ დაგონერე აქაც როცა 5-ის ტოლი მაქვს და 3 მაქვს 0, 3-ს დავუმატებ ის ოღონდ დავუმატებ სხვა არის და 3 შევცვალო სხვა არის. დამატება ესე შემიძლია რომ გავაკეთო 3 + i. მაგრამ ეს ანუ მე მინდა რომ თან 3 ცვლად შეიცვალოს ყოველ ჯერზე. ანუ 3-ს ჯერ ემატებოდეს 5-იანი და გახდეს 3 5-ის ტოლი. მერე 6-თან როცა მივალ, მერე ამ 5-ს 6-იანი ემატებოდეს. მერე 7-იანი ემატებოდეს და ასე შემდეგ. ამიტომაც აი აქ უნდა ვთქვა რომ ეს 3 გახდეს 3 + i. ანუ ზუსტად ეს ან მეორე ვარიანტი, ანუ ესეც შეგვიძლია დავწეროთ და მეორე ვარიანტი არის რომ 3 + უდრის i. როგორც გიხარდებათ, ისე გამოიყენეთ. ან ეს, ან ეს. ნუ ეს უფრო მოსახერხებელია რაღაცაერთი, მაგრამ ეს თქვენთვის უფრო კარგად დასანახი იქნება, რომ 3 გახდეს 3 + i. სიტყვაზე აი ესე იყოს. ეს. და რა მოხდება? ესე იგი 3 0-ის ტოლი მე აქვს ჯერჯერობით. მერე i როცა 5-ის ტოლი იქნებაო, სანამ i ნაკლებიან ტოლია ასზე. ესე იგი 3 გახდეს 3 + i. ესე იგი 3 გახდეს 0 + 5. ანუ 5. და მერე i 1-ით გაიზარდოს. მერე i როცა 6-ს მიადგება, 3 გახდეს 3 + 6-იო. ანუ 3 ხო 5 იყო, ხო შევკრიბე წეგან. ანუ 5 + 6 გახდება. ანუ 11. მერე ემატება და ასე შემდეგ. ანუ მივადგეთ იმ სიტუაციას, რომ 3 დაითვლის, ანუ 3-ში მოთავსდება ყველა ის ციფრთა ჯამი. და შედეგი რომ ნახოთ, უბრალოდ დავაკონსოლოთ ეს 3. დავინახოთ. რა ხდება? აჰა. 5040. ეს გამათი ციფრთა ჯამი ყოფილა 5040. 5-დან 100 შევთვლით. აბა თუ არის რამე აქ გავუგებარი. შემოვიხედო. კარგი. თუ მაშინ გავუგებარი არ არის, მაშინ ასე ვთქვათ გავაქცევთ. ეხა მოდი კითხვა დავსვათ. ესეთი რაღაც. რატო ვქნი ამ 3-ს გარეთ და არა for loop-ის შიგნით? რა, for loop-ში შიგნით რო დავწერო, რამე დაშავდება?
ეს ტერმინი რომ ეწეროს. აი თქვენი აზრი მაინტერესებს. რატომ გარეთ ვქნი ამ სამს და არა შიგნით? ოკეი. დუმილია და რადგან დუმილი არის, მაშინ ესე უნდა ჩავერთო, რომ გავარჩიოთ კარგად. რა განსხვავება არის გარეთ დავწერ თუ შიგნით დავწერ? ეხლა პირველი რაც უნდა დაიმახსოვროთ არის ის, რომ თვითონ for loop-ი ესეთი მექანიზმია, რომ ამოწმებს ჯერ, ანუ ეს რაც მაქვს ეს, თუ არის ნაკლებიანტული 100-ზე, მაშინ შემოდის აი ამ კოდში, წაიკითხავს ამ კოდს და მერე i1-ით გაიზრდება. მერე კიდევ ერთხელ შეამოწმებს, ჭეშმარიტება, შემოვა კიდევ ერთხელ, წაიკითხავს ამებს, მერე i1-ით გაიზრდება. და ესე შემდეგ, ხო? მოდი ცოტა ხანი გადავდოთ ეს console-line სისტემა. აი მოდი განვიხილოთ ახლა ეს კოდი. აი მე ხო გარედან შეგნით შემოვიტანე და ვნახოთ რა ხდება ახლა აქ. ესე იგი 3 მაქვსო, ასე იგი i უდრის 5-ო, კაი. სანამ i ნაკლებიანტოლია 100-ზე შემოდი აქ, კაი, შემოვიდა ახლა ჯერჯერობით. ესე იგი შეიქმნა 3 ცვლადი, რომელიც უდრის 0-ს. ნუ კაი, ჩემ გონებაში, ესე იგი შეიქმნა დაჯამების ცვლადიო. არის 0-ის დონე. და ამის მერე 3 გახდეს 3 + i. ანუ 3 გახდა 5. ძალიან კაი. 5 ხო იყო, 5-ის დაჯავება მინდოდა და დავაჯამე. 5 მაქვს. ეხლა i ხო ერთით გაიზარდა. გაიზარდა. i გახდა 6-ის დონე. ეხლა 6 ნაკლებიანტოლია 100-ზე. ნამდვილად 6 ნაკლებიანტოლია 100. ეხლა შემოვიდა ახლა აქ. და რაც ხედავს ჩემი თვალები? int 3 უდრის 0-ს. ანუ ჩემი დაჯამება, წინ ადრე წეღან რომ მქონდა დაჯამება. ხელახლა შეიქმნა ეს int 3 უდრის 0-ს. და მე ეს 3 გახდა 3 + i, ანუ 0 + 6. და ის 5-იანი გამიკვდა. ანუ ეს 3, ჩემი 3 ხელახლა იქმნება ყოველ for loop-ში, ყოველ ჯერზე როცა აქ შემოდის, ხელახლა იქმნება. და ეს უნდა გავითვალისწინოთ, რომ for loop-ში, აი ეს რაც არის, ეს იქნება ყოველთვის ხელახლა. აი ეგ იგივეა პრაქტიკულ მაგალითში, რომ წეგან რო თქვი ვაშლებზე, ის პირველი ვაში რო დავითვალე და ერთიანი რო თქვი, მე მეორე ვაშზე რო გადავედი, პირველი ვაში რო დამავიწყდეს და რო თქვა რომ ერთი ვაშლია თქო, ისე თქო. ის მეორე რო აღარ მახსოვდეს წინანდელი. ანუ ორი ვაშლი უნდა იყოს მაგროს, მაგრამ ის ერთი დამავიწყდა. ანუ ხო ხვდებით და აქ დაელომნარე თუ კი ესეთი, ანუ ეს უნდა დავიმახსოვროთ აუცილებლად, რომ for loop-ში, აი ამაში რაც არის, ეს ყოველ ჯერზე ხდება. ნუ ყოველ ჯერზე შემოვა აი ამ ფიგურულ ფრჩხილებში, თუ კი ეს აბრუნებს ჭეშმარიტებას. ამიტომაც მე არაფერში არ მადგება ეს 3 შეგნით რომ მქონდეს, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ეს 3 იქნება ხელახლა და 3-ს ემატება i. და ეს 5-იანი ხო გამიქრა. მერე 3 ხო 6-ის ტოლი გახდა. და მერე 7 როცა არის i, ის 6-იანიც გამიქრა. და 3 არის უკვე 7. ანუ ის 2 დანარჩენი გამიქრა. და აი ეხლა აქ რო დავპრინტო 3. ეხლა აქ რატო პრინტავ? აქ პრინტავ, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე, ყოველ ის დროს, ყოველ იტერაციის დროს დავინახო 3 რას უდრის. და ნახე რა ხდება. 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, ესე მიყვა და ჯამი არის 100-ო. აი რანაირად არის ხა ჯამი 100, ხო? ანუ ფიზიკოდ ვერ იქნება ჯამი 100, იმიტომ რომ 5-დან 100-მდე 100-ის ჩათვლით ციფრების ჯამი რანაირად არის 100. ხო? იმიტომ რომ ის სველები დაავიწყდა. იმიტომ რომ ხელახლა იქნება აქ 3 ცვლადი, რომელიც 0-ს უდრის. ხელახლა 3 უდრის 3 + is, ანუ ყოველ ჯერზე დასკვნა გამოდის ის, რომ for loop-ი სანამ იმუშავებს, ბოლო for loop-ის იტერაცია რაც იქნება, იმ მომენტში i როცა 100 უდრის, მაგდროს 3 ხელახლა შეიქმნება, რომელიც 0-ს უდრის, 3 გახდება 3 + i, ანუ 0 + 100 და დაიპრინტება 3. და მივიღეთ, რა ვიცი. ანუ ისეთი კოდი, რომელიც არასწორია, ხო? აქ დაგავამნარე, აუცილებლად უნდა ვიცოდე, სად უნდა შევქმნა ცვლადი. ამიტომაც მე გადავწყვიტე, რომ აი ეს შემექმნა
გარეთ. იმიტომ რომ გარეთ არის უფრო სანდო, for loop ერთხელ შეიქმნება და დამთავრდა. მორჩ, ერთხელ შეიქმნება. ერთხელ რადგან შეიქმნება, ეს სამი ყოველჯერადე შეიცვლება. ანუ ის 5-იანი მემახსოვრება, იმერე ის 6-იანი მემახსოვრება, 7-იანი მემახსოვრება და ესე მეუმატებ. გასაგებია ეს რაც ახსენე? შემოვიხილოთ Discord-ში. აი. საერთოდ არის მოდა? ეხლა გესმით? ხალხო. ერთი წუთი. ხო, ესე კი ისმის. ცოტა. To speak. აი, 2 წუთიანი წვეტა იყო. და 2 წუთიანი წვეტა თუ იყო, ხმა, ანუ თქვენ ილაპარაკეთ აქ? ანუ მითხარით, რომ არის მოდა რაღაც? თუ მარტო თქვენთან არის ეს პრობლემა? ოკეი. კაი. ეხლა თუ ისმის, ანუ აქ რაც ვილაპარაკე გაუგებარი არის, ანუ სანამდეც გისმინეთ, სანამდეც ისმინეთ უბრალოდ. რატომ შევქმენი გარეთ და არა შიგნით? ეს ისე ვთქვათ, გაუგებარი არის? მაიცა? არა, გავიკეთე. აჰა, ოკეი, კაი. ვაუ. რატო იყო არ ვიცი. კაი. ესე კითხვა არ გაგიჩნდათ. შვენიერი. მაშინ ესეთი კითხვა დავსვათ. ერთი ვარიანტი რატომაც შევქმნი ეს, კარგი. მეორე ვარიანტი არის ის, რომ ანუ მივადექით ცვლადების რაობას. ანუ ცვლადი არის ორგვარი. ერთი არის გლობალური და მეორე არის ლოკალური. გლობალური არის ისეთი ცვლადი, რომელსაც ვხედავ ყველგან. ანუ წვდომა მაქვს ყველგან. გინდ, ასე ვთქვათ, ანუ სადაც არ უნდა შევქმნა ცვლადი, იმაზე ყოველთვის მექნება წვდომა. და ლოკალური არის ისეთი ცვლადის ტიპი, სადაც ცვლადზე წვდომა მექნება მხოლოდ იმ კონკრეტულ ადგილას. აი მაგალითად. ესე იგი. ამ შემთხვევაში for int i-უდრის 5-ს. i ნაკლებიანი ტოლია 100 i++. შეიქმნა ეს i ცვლადი, რომელიც უდრის 5-ს. აი ცვლადი არის შექმნილი. აი ეს სამი მე ხო შემიძლია ყველგან გამოვიყენო, სადაც გამიხარდება. გარეთ არის შექმნილი და მაგიტო. მაგრამ ეს i ხო არის აქ შექმნილი for loop-ში. აბა აქ i დავწეროთ, სადმე. იცოდე? i. აბა დავპრინტოთ ხა i აქ. ვერ ხედავს ის. იმიტომ ვერ ხედავს, რომ ეს i არის ლოკალური ცვლადი და 3 არის გლობალური ცვლადი. ანუ რომელიც ცვლადიც არის გლობალური, ის ყველგან დაინახება. ყველგან იქნება წვდომა, სადაც გამიხარდება. ამიტომაც მაგალითად აქ რო არის გარეთ შექმნილი, შიგნითაც სადაც მინდა ამ სამს გამოვიყენებ. მაგრამ ისეთი ცვლადი, რომელიც არის ლოკალური, ამას მე გარეთ ვერ გამოვიყენებ. მაგალითად ეს ცვლადი i, რომელიც უდრის 5-ს, ეს ცვლადი არის for loop-ში. და for loop-ში, რადგანაც არის თვითონ საზღვრები აქვს რა, ანუ თვითონ აი ამ for-ში ფრჩხილები რო გაიხსნა, ფრჩხილები რო დაიხურა, აი ამაში აქვს მარტო წვდომა. ანუ ლოკალური ცვლადი არის ისეთი ცვლადი, სადაც მასზე წვდომა მაქვს მხოლოდ რაღაც კონკრეტულ სტრუქტურებში. For loop-ში, თუნდაც while loop-ში. ასე ვთქვათ, ჯერჯერობით ეს ორი ვისწავლე სტრუქტურას რაც შეეხება. მერე კიდე მივადგებით მეთოდებს და ასე შემდეგ. ანუ ეს არის, ასე ვთქვათ, ლოკალური. და
აქ შიგნით მე მაქვს ცნობა i-ზე. იმიტომ რომ აქ შეიქმნა თვითონ აი ამ სტრუქტურაში, რადგანაც შეიქმნა, მე მხოლოდ აქ მაქვს i-ზე ცნობა. აი მაგალითად აქ რო წერ is, ოგე, i-ს მეუბნება, აგე i მაქვს, ცნობა მაქვს ამ i-ზე. მაგრამ თვითონ გარეთ მე ამ i-ზე ცნობა ვერ მექნება. იქნება გამომდინარე, რომ ეს i არის ლოკალური. და მხოლოდ აქ შემიძლია. მაგრამ ეს სამი, ამას სამზე პრობლემა არ მაქვს. როცა მინდა, მაშინ გამოვიყენებ. სადაც მინდა. გასაგებია? ეს ვიცოდეთ. ვახმა ნახოთ. ოკეი, კაი. კარგი. ესა ძალიან აუცილებელი. იმიტომ რომ აი წერან თქვენ თუ დააკვირდით, მე რომ აი ეს სამი, ესე ხომ ეწერა, ეს კოდი ხომ მუშაობდა და მე რომ აი აქ შემოვიტანე ეს სვლადი. ნუ ერთია რო აურია, რა თქმა უნდა, ჩემო ლოგიკამ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს სამის ჯამი დამეკარგა წერან. 5-იანის, 6-იანის, 7-იანის, ესე იგი ესეთი რაღაცები მეკარგებოდა რიცხვები. მაგრამ მეორე ის იყო, რომ ჩვეულებრივად ეს შეიქმნა ლოკალურად და თუ კი ლოკალურად იქნება ცვლადი, მას გარეთ ვერ გამოვიყენებ. ანუ გარეთ მე აქ ანუ აქ გარეთ for loop-ის გარეთ ხომ იწერია 50 ხაზზე. ეს ხო for loop-ი არის. გარეთ ხომ იწერია სადღაც 3 და არა აქვს ცნობა. მეუბნება რომ ეს 3 რა არის, არ ვიციო. იმიტომ რომ აი ეს 3 არის ლოკალურად შექმნილი აი აქ და მხოლოდ აქ ექნება წვდომა ამ 3-ს. აქედან გამომდინარე, მეორე მიზეზი, რისთვისაც მე გარეთ ვქმნი ამ ცვლადს, ზუსტადაც ეგ არის. რომ გარეთ ვქმნი ცვლადს, იმიტომ რომ ზოგადად გარეთ ყველგან მქონდეს შესაძლებლობა, რომ ეგ ცვლადი გამოვიყენო. ძალიან კარგი. კაი, მაშინ ეხლა რაც მინდოდა რომ კიდე ამიხსნა რა. ცა. ეს დავაკომენტაროთ. ჩვენ ვახსენეთ while loop-ი ადრე. და ჩვენ ვთქვით, რომ while loops როგორ სინტაქსი აქვს, გავიხსნა ესე იგი while და მე აქ ჭრილები და აი ესეთი რამე ვწერდით. ესე იგი სანამ რაღაცა ჭეშმარიტება, მაქამდე ეს შეასრულა. აქ შემოდი. ნუ მაგალითად 0-დან 10-ის ჩათვლით 10-მდე თუ მინდა დავპრინტო while loop-ით, ესე იგი შევქმნით ცვლადს ის, რომელიც უდრის 0-ს და სანამ i ნაკლებია 10-ზე, მაქამდე დაპრინტე algouni და i 1-ით გაზარდი. ნუ ჩვეულებრივი ოპერაცია არაფერი განსაკუთრებული. ეს დაიპრინტა. ჩვენერ. მაგრამ ესე იგი რა სტრუქტურაა? ესე იგი სანამ i ნაკლებია 10-ზე, აქამდე შემოდი აქ. როგორც კი არ იქნება, არ შემოხვიდე. ძალოკურ. მაგრამ C#-ში და ზოგადად პროგრამირების ბევრ ენაში რა, მე მგონი თითქმის ყველა ენაში. არსებობს როგორც while loop-ი, ასევე do while-ი. აი ნახეთ როგორ რაღაცა არის. Do while. ნუ ეს ხა მე ტაბს დავაჭერე და თავში დაიწერა. ესე იგი წერ do-ს, მერე ფიგურული ფრჩხილები, ესე და აქ წერ მერე while-ს. ეს. და აი do while-ი არის ამ სინტაქსის, ნუ აქაც შემიძლია იგივე გავაკეთო რა. ეს იხო არის 0-ის ტოლი. და დავწერო, დაპრინტე ასე ვთქვათ algouni სანამ i ნაკლებია 2-ზე მაგალითად. აი ეს. გავუშვათ. მოიცა. i++ და მოვიწყდა. i++. algouni. შენერი. ანუ თითქოს და იგივე ასე ვთქვათ. სინტაქსი აქვს, ანუ იგივე საკეთებს, რაც ჩვეულებრივი while loop-ი.
მაგრამ რაღაცა განსხვავება ყოველთვის აქვს. ანუ while ჯერ ამოწმებს სიტუაციას. თუ კი ჭეშმარიტება არის, მაშინ შემოდის. და do while პირიქით შვება. do while ჯერ აკეთებს და მერე ამოწმებს. მაგალითად, მე რო აქ დავწერო ეგეთი რაღაც. სანამ მოდი აქ 3 სტოლი იყოს 3 სტოლი. გამიკეთე console write line algorithm სანამ ნაკლებია 2-ზე. ეს ნახეთ რა სიზავს. მაინც დაპრინტა. ან მაინც დაპრინტა algorithm. იმიტომ დაპრინტა რომ ეს do while ჯერ აკეთებს და მერე ამოწმებს ჭეშმარიტებას ამ ცდარობას. ამიტომაც ეს ჩემი do while ასე ვთქვათ, თლად ზუსტი, ანუ თლად გამოსაყენებელი ესე არ არის. იქნა გამომდინარე რომ, რავი, თუ ჯერ დაწერა და მერე შეამოწმა, რა გამოვიდა? იქნება არასწორი არის, ხომ? იმიტომ რომ მე აქ 3 სტოლი გავხადე და ვთქვი რომ შემისრულე ეს სანამ ნაკლებია 2-ზე თქო. ესე იგი სანამ 3 ნაკლებია 2-ზე თქო და 3 ნაკლებია 2-ზე ხომ ცდარობა არის. და მაშინ არც უნდა ასე ვთქვათ შემოსულიყო აქ. მაგრამ do while ესეთი სინტაქსი აქვს, ჯერ აკეთებს და მერე ამოწმებს. ანუ პირველ ჯერს ეგრე არის, ჯერ ამოწმებს, უბრალოდ ჯერ აკეთებს და მერე ამოწმებს. ამიტომაც ამ do while-ს ძალიან ნაკლებად ვიყენებთ ხოლმე, მაგრამ თეორიის სახით მაინც იცოდეთ, რომ ესეთი რამე არსებობს. ასე ვთქვათ, გვაქვს ცვლადი და მერე ესე ვამოწმებთ. მაგრამ ძირითად შემთხვევაში მაინც while-ს ვიყენებთ ხოლმე. აბა აქ თუ არის რამე გავგებარი. do while-თან. ოკეი, ხმა დამიდასტურეთ, მაინც რომ გესმით. გესმის. და ეს do while არ არის ხო გამოყენებად ძირითადად? აი რაღაც მომენტებში გააჩნია. ძირითად შემთხვევაში არა. ანუ ძირითად შემთხვევაში მაინც ყოველთვის while-ს გამოვიყენებ. იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ხო წარმოვიდგინე რა მოხდა, რომ მაინც შემოვიდა აქ. მიუხედავად იმისა, რომ ეს აბრუნებდა false, ხომ? მაგრამ ზოგჯერ იყენებენ. აი მაგალითად აი თუ გინდა გავაკეთოთ ეგ მაგალითი. ის დავალება იყო მე მგონი ჭეშმარიტი, ასე იგი, საიდუმლო რიცხვი მქონდა და სანამ სწორად არ შეიყვანს, მაქამდე რომ ხელახლა უნდა, ასე ვთქვათ, ხელახლა უნდა მეკითხა. მოდი ეგ დავალება გავაკეთოთ. ესე იგი, მე მგონი თქვენ ეგ გააკეთეთ კიდევაც. ესე იგი, მაქვს საიდუმლო რიცხვი და გამოცნობის პრინციპით ვკითხო რა. შევეკითხო იქამდე, სანამ არ გამოიცნობს. აი ეს დავალება რო იყო. ეს იგი მაქვს რაღაცა ცვლადი. int secret. რომელიც უდრის მაგალითად 900. აი ესეთი რიცხვი მაქვს. და მინდა რომ სანამ ამ 900 არ გაარტყავს ვიღაცა კონსოლში, იქამდე ხელახლა შევეკითხო. რომ საიდუმლო რიცხვი მიპოვე და სანამ 900 არ მეტყვის, მაქამდე სულ რო გავაგრძელო. ეხლა ეს მე შემიძლია გავაკეთო while loop-ითაც, ხომ? ესე იგი ჯერ ასე ვთქვათ, ვიტყვი რომ ესე იგი ჯერ დავწერ რომ მოდი ჯერ ესეთი რამე ვკითხოთ, რომ გთხოვთ შეიყვანოთ საიდუმლო რიცხვი. ამის შენახვა console read line-ით ჩვეულებრივად string ასე ვთქვათ text-ი უდრის console read line, ხო? line. აი ეს. ოკეი. ამის გადაკონვერტირება დაგჭირდება ალბათ, რადგან კონვერტაცია უკვე ვიცით. მოდი ახლა ასე ვთქვათ, ეგ გავაკეთოთ. ესე იგი ჯერ გადავაკონვერტირებდით, ესე იგი int nami უდრის
აი მოდი ვენდოთ თუ არ ვენდოთ, კაი მოდი არ ვენდოთ. bool და try parse გამოვიყენოთ. bool result უდრის int.try parse text და out int name. რამე კითხვა ხო არ არის? ხმა მომისმა. ოკეი, კაი. out int name. და ეს ხო შეგვიძლია ჩვენ გავაკეთოთ ეს რამე რომ ეს კი სანამ არ უდრის ეს რეზულტატი დავუშვათ 9-ს, მიქამდე შევეკითხოთ, ხო? და თქვენ წესდარიგით გამოყენებული გქონდათ იქ while loop-ი, ხო? ვინმეს ხო არ შეგიძლიათ რომ დამიხმაროთ ამის გაკეთებაში? თუ გსურთ. აი როგორ გააკეთებთ ამას? არავის არ გსურთ? მაშინ მე დავიწყებ და თუ რამე შევმეშველეთ. ანუ do while-ში უნდა შევადაროთ ტექსტი და რეზულტი ერთმანეთს. მოდი ჯერ while-ით გავაკეთოთ. და მე გადავიდეთ do while-ზე რამე. ანუ ჯერ ძველი მეთოდით გავაკეთოთ. ესე იგი სანამ ეს ჩვენი რეზულტატი არ უდრის 9-ს, ანუ სანამ ბული არ მინდა ბუსოთ ნამი მინდა აქ. სანამ ნამი არ უდრის 9-ს, იმიტომ რომ ხო ამ ნამში ინახება. იქამდე, ესე იგი სანამ ეს ნამი არ უდრის, ასე ვთქვათ, ჩემს მიერ შემოყვანილ ჩემს მიერ სეკრეტის რიცხვს, იქამდე ხელახლა უნდა შევეკითხო. ესე იგი, თხოვთ შევიყვანოთ რიცხვი და რა მჭირდება? ზუსტად იგივე უნდა გავაკეთო, ხო? ეს უნდა ჩავწერო. Read line. და აქ text 2 დავარქვათ. ან ტექსტი გავხადოთ ეს. აი ეს. ესე გავხადოთ. და მოდი ეს ჯობია რომ ეს სვლადი გარეთ მქონდეს შექმნილი. int name. და აქ აი ესე იყოს. ესე ჯობია. რომ ერთხელ შეიქმნას და რამე ესე იყოს. ესე იგი შეიქმნა სეკრეტი სვლადი რომელიც 9-ს უდრის. ვაპრინტინებ რომ გთხოვთ შეიყვანოთ საიდუმლო რიცხვი. მერე რა თქმა უნდა ამას ვიღებ ამ ინფორმაციას text string ტიპის სვლადში ტექსტში. მერე ვცდილობ რომ გადავაკონვერტირო რა თქმა უნდა. თუ გამომდის ხო კარგი თუ არა და ნამი არის default-ად 0-ის დოლი და ვამბობ სანამ ნამი არ უდრის 9-ს იქამდე ხელახლა მითხარი რომ გთხოვთ შეიყვანოთ საიდუმლო რიცხვი ტექსტი ისევ გახდეს conservative line და რეზულტი კიდევ ვცადოთ რომ გადავიყვანოთ. აი ეს. და თუ ანუ და აქ ქვემოთ დავწეროთ რომ სწორად გამოიცანი. და რა უწერი ხა ქვემოთ, ხო? თუ while-მა ესე იტრიალა სულ და ვერასდროს ვერ გამოიცნო, აქამდე ვერადროს ვერ შემოვა, აქამდე ვერადროს ვერ მოვა ჩემი პროგრამა. სულ ამ while loop-ში იქნება. ესე იგი სანამ ნამი არ უდრის 9-ს, დავუშვათ ჩავწერე იქ ორიანი. არ უდრის ხო 9-ს, მოვა აქ და იგითხავს. მერე ხელახლა უნდა შევიყვანო, ხო? სამიანი ხო კიდევ ერთხელ. კიდევ while-ში იქნება, კიდევ, მაგრამ 9-ს როგორც კი ჩავწერ, while-ი შეწყოს მუშაობას და შემოვა აი აქ. სწორად გამოიცანი. ხო? აბა გავუშვათ, იმედია სწორად გავაკეთეთ. თხოვთ საიდუმლო შევიყვანოთ 7-იანი. საიდუმლო რიცხვი 3-იანი. 9 ჩავწერე, სწორად გამოიცანი. ანუ ამ შემთხვევაში მე ჯერ წერდი ამას, საიდუმლო რიცხვს, მერე ასე ვთქვათ, ეს სვლადი მჭირდება რომ რამე და ამაში ინახებოდეს ის გადაკონვერტირებული მნიშვნელობა. და ჩაუბრალოდ read lines ვიყენებ და მერე try parse ვაკეთებ.
და სანამ ნამი არ უდრის ხაზს, ეს ნამი ხომ არის ნამის ჯერჯერობით არაფერი არ არის, ხომ? როცა ჩავწერე ორიანი, მაგ დროს ნამი გახდა 2 სოლი, ხო? ესე იგი 2 სანამ არ უდრის ხაზს, იქამდე ხელახლა შეეკითხეო. მე როცა ხელახლა შევეკითხები და სიტყვაზე ჩავწერე 6-იანს, ნამი ხდება 6, ხო? მე ვალში ხოვწერია სანამ 6 არ უდრის 9-ს. კიდევ შემოვა, კიდევ და რა ვიცი, როცა 9 იქნება, ვალიდან გამოვა. და დაიწერება, სწორად გამოიცანე. გასაგებია ეს დავალება? აბა შემოვიდე. კარგი. კაი, თუ რამე კითხვა გექნებათ, აუცილებლად კითხეთ. ეს. თუმცა ამის დაწერა შეგვეძლო დუვალითაც და ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, მარტივადაც. იმიტომ რომ ესე იგი სანამ ნამი არ უდრის 9-ს, იქამდე გააკეთე, ხო ამბობ? ანუ თითქოს აი აქაც იგივე მიწერია და აქაც იგივე მიწერია. ერთ-ერთი ეს სლოდია, ხო? აი ეს სლოდი არის ცოტა ესეთი ის. ეს სლოდი არ მეურდება. დანარჩენი ყველაფერი მეურდება. ეს მეურდება. და რაღაცო დავწერო გარეთ ეს და მე კიდე ეს, თუ შემიძლია რომ ერთხელ დუვალში ჩავწერო კარგად. ეხლა როგორ ვწერ? დუ, ესე გამიკეთე. ანუ რას ვიძახი, ნახე? აი ეს საქმე, აი ამის გაკეთება, ხო აუცილებლად მჭირდება ვაილამდე. ესე იგი, სანამ ნამის შემოწყდება და რაღაცა, ანუ ვაილამდე ხო აუცილებლად მჭირდება ესეთ რაღაცა რომ გავაკეთო. და მოვიდი ბაში დუში ჩავწერ ამას. გამიკეთე და while ჩავწეროთ, ну ჯერჯერობით ეს დავწეროთ. ეს გამიკეთე რა? ესე იგი, დამიპრინტე აი ეს. კარგია. გადაიყვანე. კარგია. და ეს რეზულტატი გააკეთე. აი ეს. მოიცადე, მაშინ ამებს დავაკომენტარებ. რომ ამაში არ მქონდეს შეცდომა. ხო. აი ესენი მქონდეს უბრალოდ. სეკრეტი მქონდეს და ნამი მქონდეს. მარტო აი ესენი მქონდეს გარეთ. დუში ვამბობ, გამიკეთე აი ეს. readline გამიკეთე. რეზულტატი გამიკეთე. სანამ ნამი ასე ვთქვათ, არ უდრის 9-ს. ნახე რა მაგარია. ესე იგი, დუ while ხო, ჯერ ხო დუ სრულდება და მე while-ში ხედავს ხო ნამი რა შვება. აქეთ გამომდინარე დუში ვამბობ, ჯერ შეეკითხე ეს. მე ანუ დუში შესაძლოა მაქვს ანუ ექსტრა ის გავაკეთო რა, შეკითხვა. ანუ ექსტრა გავაკეთო. ანუ წეგან რასაც ვაკეთებდი, ამის ხელახლა დაწერა აღარ მჭირდება, პირდაპირ დუში შევეკითხები. და ესე იგი შევაყვანინოთ საიდუმლო რიცხვი, მე კონსოლ-ლენით გავაკეთოთ, მე რეზულტატიც დავწეროთ და უკვე ნამი ხო, ანუ ჯერ ხო ეს სრულდება და მე ხო ამას ამოწმებს. აქედან გამომდინარე, როცა ეს შესრულდება და ნამი უკვე მეცოდინება რასაც უდრის, მე თუ ასე ვთქვათ შედარდა, ასე ვთქვათ, მაშინ ასე ვთქვათ, თუ არ უდრის, მაშინ ხელახლა შემოვა ამ დუში, ხო? თუ არა და არ შემოვა. და აქ ქვემოთ მე შემიძლია რომ დავწერო რომ ასე ვთქვათ, სწორად გამოიცანე. წესდარით არ უნდა შემშლოდა რაღაც, მე მგონი სწორად გავაკეთეთ. 3-იანი, 2-იანი, 9-იანი, სწორად გამოიცანე. მიხდით ხო როგორ გავაკეთე? ესე შემიძლია რომ გავაკეთო. დუში ჩავწერო და while-ით ესე ვიმუშაო. აბა თუ არის აქ რამე გაგებარი. მე მაინტერესებს while-ში თუ შეიძლება რომ გავხსნათ ეს ორმაგი ბრძოლები და ჩავწეროთ რომ მაგალითად არასწორია რიცხვი თუ არასწორად ჩაწერს.
არასწორია რიცხვი რო ჩავწერო ეგრე? ანუ აქ რო ჩავწერო? აი ეს აქ რო ფიგურული ჩელი გავხსნა? ხო, აი ეგრე. ამეცოდე წეს დარიგით, ანუ თუ არასწორი არა, ესე არ შვება. გამოგდეს. ესე არ შვება. ანუ არასწორია თუ არა, ანუ მაგაზე ცალკე ლოგიკის დაწერა მოგვიწევს. ანუ თქო შევიყავოთ საიდუმლო რიცხვი ხო წერია? String text bool result into the parse ეს ხომ? და ანუ თუ მაგის დაწერა მინდა რომ არასწორია და ხელახლა შეიყვანე, მაშინ dual-ი არ გამომადგება, მაშინ ეს გამომადგება. იმიტომ რომ აქ იმიტომ დავწერე ეგეთი რაღაცა, რომ ჩემს მიერ აი გარეთ ერთხელ გაკეთებული რაღაც და ხელახლა შესაკითხი და გასაკეთებელი რაღაც ერთმანეთს ემთხვეოდა. მაგიტო გავაკეთე dual-ში. ანუ ამ შემთხვევაში თუ დააკვირდები ეს რო ხდება, მე while-ში თუ არასწორი არის, მე კიდევ იგივე ხდება. ანუ ეს გამოვიდოდა ხელახლა, ანუ გთხოვთ შეიყვანოთ საიდუმლო რიცხვი იქნებოდა პირველ ჯერზეც, მერე მეორე ჯერზეც, მესამე ჯერზეც, მეოთხე ჯერზეც, თუ კი არასწორად ჩავწერდი. მაგრამ მე თუ მინდა რომ ასე ვთქვათ რაღაცა არასწორად თუ ჩაწერა და უშუალოდ ხუთიანი თუ ჩაწერა და ვუთხრა რომ არასწორია თქო და უშუალოდ აი აქ დავწერთ რომ არასწორია. ხო ამას იძახი რაღაცა თოს ლოგიკით. დავწერთ რომ არასწორია. ანუ ეს ცოტა პრობლემას წარმოადგენს. ცოტა პრობლემა იქნება, იმიტომ რომ თავიდანვე არასწორია დამიწერს ჯერჯერობით. ანუ მე კი წავა ლიწინით, მაგრამ თავიდან იქნება, ასე ვთქვათ, არასწორია. აი ნახე რომ გავუშვათ. if პირობა რო ჩავწეროთ დუში, შეგვიძლია ეგრე? მეცადე. ცხა ჩავწეროთ. if პირობა ჩავწეროთ დუში, კი შეგვიძლია, მაგრამ როგორ რა გინდა რომ დავწერო, მომითხარი? ანუ თუ არასწორად არის მაგალითად ჩაწერილი რიცხვი, დააწეროს რომ არასწორია და თხოვთ თავიდან შეიყვანოთ საიდუმლოში. ხო და ნახე ლიზა, რა თემა არის? არასწორია თუ სწორია, მაგას ხო while-ი შვება. და დუ ხო while-ამდე აკეთებს თავის საქმეს. მე თუ აქ if statement-ით შევამოწმე ნამი თუ არ უდრის ცხას და რაღაცა, მაშინ while-ს ფუნქცია და ფუნქცია აღარ აქვს მაშინ while-ს. აჰა, გასაგებია, ეხლა მივხვდი. მივხვდი? თუმცა შენ რაც ქსურს ანუ ესე ვერ ვიზავ, ანუ ცალკე ამის რაღაცა დამატებით თუ ანუ თუ while-ში თუ წერ, მაშინ უნდა ანუ ეს უნდა იყოს, ეს უნდა ემთხვეოდეს თავდაპირველსაც რა. აი მარტივად რო განახო, მაგალითად ეხლა თავიდანვე არასწორია ხო დამიწერა. მაგრამ ეხლა მე თუ ჩავწერ 2-ს, არასწორიას მეტყვის და 4-ს შეიყვანოთ საიდუმლო რიცხვი. ეხლა კარგად აკეთებს ყველაფერს. 1 8 9-ს თუ ჩავწერ, სწორად გამოიცანი. ანუ ამას აკეთებს, მაგრამ აი თავდაპირველად რომ მიწევს არასწორიას, აი ეს არის ცუდი რა. მაგიტო ვიძახი. და ერთად გითხავთ, ანუ ნაბიჯი რო გამოვატოვებინოს მაგალითად, როგორც break-ი არის ეგეთი გვაქვს რამე ხალხად. არა break-ი, არა continue არის ეგ. ნაბიჯის გამოტოვება. მაგრამ ნაბიჯი როგორ გამოვატოვებინოთ, ხო? და სად დავწეროთ ეგ? ანუ აქ მაგალითად continue ყოველთვის არის while-ში და სადღაც, მაგრამ აი სადმა დავწეროთ ეგ? ან როგორ მივხვდე რომ ანუ როგორ ვუთხრა რომ გამოტოვე და ანუ ამას ყურადღება არ მიაქციო. იდეაში ერთი რაღაცა ის არსებობს, ხა უცბად რომ მომაფიქრდა. ნამი ხო ჯერჯერობით არ არის, ნამს ხო არაფერი არ აქვს ინფორმაცია შეყვანილი. და თუ ნამი არის ცარიელი, თუ არ არის შეყვანილი, მაშინ დავწერო არასწორია. ეგეთ რამე შეიძლება. თუ არ არის ცარიელი უბრალოდ. მაშინ შეგვიძლია რომ დავწეროთ. აბა დავწეროთ ეს რაღაცა. if nami არა ცარიელია როგორ დავწერო, მაგალითად ეს nami ამას ხანმშლობა არ აქვს, ხო? აბა დავპრინტოთ nami და ვნახოთ რას უდრის ეს nami.
და მე რამე მაგას შევატაროთ. ასმა პრინტებს, ხო? იმიტომ რომ არ აქვს მინიჭებული value ამას. მაშინ რა დავარქვა? მაშინ როგორ შეიძლება? მაშინ ნამი ანუ უბრალოდ მარტივად არ შეგვიძლია რომ ის console write line-ში რაც წერია არასწორია, ეგრო ქვემოთ დავწეროთ, გთხოვთ შეიყვანოს საიდუმლო რიცხვის დაბლა. ხო, მაგრამ სწორად რო აი მაგალითად აი ახლა ეს რომ ჩავწერო აი აქ, ხო მაგას იძახი? დიახ, ან console line-ის ქვევით, ალბათ, იმიტომ რომ თუ არასწორად ჩაწერს, არასწორია სამოვარდებს. ხო, მაგრამ ნახე. აი არასწორიას თუ ჩავწერ აი აქ. რის მიხედვით ვამბობ რომ არასწორია? მე რა ვიცი რომ არასწორია? იქნება სწორია. იქნება სწორად ჩაწერო. ცხრიანი. ხტი? ანუ მე ხა აქ რო დავწერო 9 რო შევიყვანო, ეხა 9 რო ჩავწერო, მაინც მეტყვის რომ არასწორიაო. ანუ არასწორიას დამიწერს და მე მეტყვის რომ სწორად გამოიცანიო. მიხდი? ანუ 9-ს ანუ შევინახე, ხო? სწორი ხო იყო და დაიპრინტა არასწორიაო, მე გადაიყვანა 9 სწორად გადაიყვანა, მე while-ში აღარ შემოვიდა აქ, ანუ გაწყდა რა და მე დაიწერა სწორად გამოიცანე. ხო და ეს ხო არასწორია? ანუ ეს რანაირი ლოგიკა. აქ დაგამდარე, მაშინ მივადექით იმას, რომ dual-თ ვერ დავწერდი და ესე დავწერდი. აი ესე, აი აქ. იმიტომ რომ აი აქ ჩაუბართ იქნებოდა, ხო, შეიყვანოთ საიდუმლო რიცხვი, ხო იქნებოდა ერთხელ. და სანამ ნამი არ უდრიცხავს, მაგამდე აი აქ დავწერდი რომ არასწორია, აი აქ დავწერდი რომ არასწორია. აი აქ ჩავწერდი არასწორიას და ეგ იქნებოდა. მიხდი? მიხდით? კი, გასაგებია. აქ არაფერი პრობლემა იქნებოდა. ერთიც შეიძლება რომ ეს ნამი უბრალოდ 0-ს გავუტოვო დასაწყისში. და მე ვთქვა, აქ შეიძლება მაშინ მაგის დაწერა რომ თუ ნამი არ უდრის 0-ს, მაშინ ვთქვა რომ არასწორია თქო. if ნამი არ უდრის 0-ს, მაშინ ვთქვა რომ არასწორია, მაგრამ იქნება 0 ჩაწერა მერე. ხო და აი ეს არის რა, აქ გაურკვეველია. მე იქ რომ 0 ჩაწეროს, მერე ვერ აღმოჩნდებით, ვერ ვიზოთ. ამიტომაც ამაგას ჭუბია რომ თუ რამე და ცალ-ცალკე რაღაცების დაწერა თუ გსურს, ეს მეთოდი გამოვიყენოთ. მაგრამ თუ ემთხვევა ერთმანეთს, მაშინ dual. ესე იქნებოდა უკეთესი რა. ძალიან კაი მაგალითიც გამოგვივიდა. თუ არის რამე გაუგებარი აქ? ეგეც გავარჩიოთ. გასაგებია ყო. რა უნდა ლაშასაკ. კაი. და აი ერთსაც აგიხსნით, რომელიც ძალიან საინტერესო რამ არის და აი ზოგადად უბრალოდ მინდა რომ იცოდეთ რა. ეს შეეხება for loop-ს ზოგადად. ესე იგი for loop-ში მე ყოველთვის წერ ზრდადობით, ხო? 0-დან ვიწყებ და 100-მდე ვამბობ. მაგრამ ხო შემიძლია რომ პირიქით გავაკეთო. 100-დან დავიწყო და 0-მდე გავაკეთო, ხო? ანუ რო ვწერ მაგალითად int i უდრის 0-ს, i ნაკლებია 10-ზე, i++. და რო პრინტავ hello-ს. ერთი გზა ხო ეს არის. გავუშვათ. ერთი გზა ეს არის. მეორე გზა არის ის, რომ დავწერო პირიქით for int i უდრის 10 i უბრალოდ თუ ხო, ოკეი, ესე იყოს i უდრის 10 i მეტია 0-ზე i მინუს მინუს. და დავწერო hello. ანუ ეს და ეს ერთ და იგივეა. ანუ ეს იწყებს 0-დან 10-მდე, ანუ 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 და ეს არის პირიქით, ესე იგი 10 9 8 7 6 5 4 3 2 1. 0-ს აღარ შეგვეუყვი. ანუ
შემილია როგორც დადობით, ასევე კლებადობით. აი მაგალითად, ეხლა სხვანაირად წარმოვიდგინოთ. გვაქვს დავალება ესეთი, რომ დავპრინტოთ სიტყვის თითოეული ასო. ხო, ვერ დამეხმარებით ეს როგორ გავაკეთო? აბა, ვის გაქვთ სურვილი? რაღაცა სიტყვა მაქვს. String text. რომელიც უდრის რა ვიცი. სიტყვა ესეთი. მინდა რომ ყველა ის დავწერო. ყველა ასო. არა. ხო, აი ის ხოს. ამშობლო. ჯერ F-ი მე აი ესეთი ის მინდა. როგორ დავწერო ეს? ვიმის გაქვთ ვარაუდი? ჩადე? I უდრის 0-ს ეს უნდა დავიწყოთ ეს. Okay, ინდექსი და სწორია. ეს იგი for, ეს იგი int I უდრის 0-ს, მერე? I ნაკლებია. I ნაკლებია. X-ზე. ტექსტის length-ზე? წერტილი length-ზე, რა? კარგი. და I++. კაი, I++. და აქ რა დავწერო? right line int album. console right line და რა მითხარი? I. Okay. ეხლა მე რო აქ აისწერ, მოდი ხა კარგად დავაკვირდით აქ რა ხდება. მაქვს ტექსტი, რომელიც უდრის footballs, I უდრის 0-ს. I ნაკლებია ტექსტის სიგრძეზე. ეს იგი სიგრძე რამდენიც არის, რა ვიცი ხა რამდენიც არის აქ. 2, 4, 5, 6, 8 არის მე მგონი. ხო, 8 არის სიგრძე. ეს იგი I ნაკლებია 8-ზეო. და დაიპრინტა I. ანუ ეს ინდექსები დაიპრინტება წესით, ხო? ხო, ანუ აქ ინდექსები დაიპრინტა. დაიპრინტა 0, 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8. უბრალოდ 8 არა, 7-მდე. 7 შევიდეთ. ანუ ესე მივიდა. და მე ეს კი არ მინდა. მე მინდა ასოები რომ დაიპრინტოს. F-ი და მაშინ მჭირდება 4-ები. Okay, კაი. ის ჩავსვათ ეგ კითხოს თავის მნიშვნელობა. ანუ როგორ დავწერო აქ? ტექსტი. ოთხკუთხედი და I. აჰა, შვენიერი. ანუ text ინდექსად I. იმიტომ რომ ტექსტის სიტყვა ხომ აქვს, უცბად ხომ აქვს I ეს. და ტექსტის ინდექსი. ჩვენ ინდექსები ვისწავლეთ. ანუ მენოლე ინდექსი გამოხატავს პირველ ასოს, პირველი ინდექსი მეორე ასოს და ასე შემდეგ. და ზუსტად მივადგებით ამას. აი ეს, ძალიან კაი. კაი, ეხლა პირიქით გავაკეთოთ. ეხლა დამეხმარეთ და აქ მარჯვნიდან წამოვყვეთ. როგორ ვისავთით? ალბათ შველი გავიგე თქვით არის მოდი. ანუ ბოლოდან მივყვეთ, ანუ L-დან და აქედან დავიწყოთ. აი, მარცხნიდან მარჯვნივ კი არა, მარჯვნიდან მარცხნივ. გესმით ჩემი ხმა? კი, უბრალოდ ახლა 0 ხო წერია, მაგრამ ამ შემთხვევაში იწყებს თავიდან და ამ შემთხვევაში დაწერეს. წერტილი length-ი. Okay, მეცხრა. Okay. სწორია. ესე იგი, მოდი ჯერ მივყვეთ ტექსტის I უდრის ტექსტის length-ს მივყვეთ ჯერ. კაი, აქ რას დავწერდი მაშინ? I უდრის ტექსტის length-ს და I რა მერე? I უდრის 0-ს. უდრის 0-ს? თუ არა. ნახე. მეტიანტოლია. სწორია, მეტიანტოლია. ანუ უდრის 0-ს არა, იმიტომ რომ ჯერ ესეთი 0-ის ტოლი ვერასდროს ვერ იქნება. ანუ სანამ არ ჩამოიკლო, ხო? ანუ სანამ ეს for loop-ი ხომ უნდა გაგრძელდეს. ესე იგი, სანამ I მეტიანტოლი იქნება 0-ზე, მაქამდე I 1 ჩავამციროთ, ხო ეგრეა?
ესე იგი i არის ტექსტის ლექსი, სანამ i მეტი ან ტოლია 0-ზე, მაგამდე შემოდი აქ და i ერთით შეამცირე. გავუშვათ ეს კოდი? და მივიღე ერორი. system.indexOutOfRange_exception. მე ხო თქვი exception-ზე რომ ერორი არის თქო და რამოდენიმე რაღაცა ბევრი სახის ერორი გვაქვს თქო. წინაზე იყო format exception-ი. აქ არის indexOutOfRange_exception. ეს ნიშნავს იმას, რომ ესე იგი მე ისეთი ინდექსი ვუთხარი, რომ არასავს ეგეთ ინდექსიო. და ნახე რა ვუთხარი? მე ვუთხარი რომ i იყავი ტექსტის სიგრძე თქო. მაშინ i ესა ნაკლები ანტოლია 1-ზე უნდა იყოს. მეტი ანტოლია. იმიტომ რომ ამ დროს აი, მოდი ეგ დავწეროთ. და გავშვოთ. კიდევ ერორია. ანუ ერორი არ არის იმაზე არ არის იქ აქ რო რაღაც პრობლემა. არა, აქ პრობლემა არ არის. ნახე, i უდრის ტექსტის ლენგს. მოდი ახლა გადავთარგმნოთ. i უდრის ტექსტის ლენგს, ანუ i რამდენი სტოლი ყოფილა? 8, ხო? i უდრის 8. სანამ i მეტი ან ტოლია 0-ზე, შემოდი აქ და დაპრინტე ტექსტი ინდექსად 8 თქო. 800-იან სიტყვაში მერვე ინდექსი ხო არ არსებობს? 800-იან სიტყვაში მაქსიმუმი ინდექსი არის 7. მაშინ ტექსტი i-1 უნდა იყოს მან. ტექსტის ლენგს -1, ხო? აი ეს. ტექსტის ლენგს -1. იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ ინდექსები დათვლა 0-დან იწყება. 0, ესე იგი 6-ზე თუ არის 8, ბოლო ინდექსი უნდა იყოს 7. ანუ მე უნდა დავიწყო 7-დან. ამიტომ უნდა დავიწყო i უდრის ტექსტის ლენგს -1. და უნდა ჩავყო ესე იგი ინდექსად 7 გამოვა l, ინდექსად 6 გამოვა l, მერე a და ასე შემდეგ. და ახლა ნახოთ. ეს გასაგებია? Yeah. ანუ ესე შემიძლია მე ვიპოვო მარჯვნიდან მარცხნივ. წინა იყო მარცხნიდან მარჯვნივ. აი ეს ახლა რაც მე გავაკეთე, თქვენ ამოცანაში დაგჭირდებათ და ძალიან მაინტერესებს როგორ გააკეთეთ მაგას რა. იმიტომ რომ ერთი დავალება არის რომ ვიპოვოთ ტექსტი პალინდრომი არის თუ არა. პალინდრომი ნიშნავს იმას, რომ მარცხნიდან და მარჯვნიდან რო წაიკითხო ერთ და იგივე ერთნაირად რო იწერება. მაგალითად, ანა რო წარმოვიდგინოთ, გინ მარცხნიდან მარჯვნიდან წაიკითხე, გინ მარჯვნიდან მარცხნივ ერთ და იგივე, ხო? ანუ პალინდრომული სიტყვა არის ესეთი რაღაც. და ეგეთ დავალება არის პალინდრომი არის თუ არა და მაინტერესებს როგორ გააკეთებთ მაგ ამოცანას. ხო. აბა თუ არის რამე გაუგებარი. შემოვიდე Discord-ში. ნაკლები ანტოლი ვერ იქნება იქ მეტობა ანტოლობა, იმიტომ რომ დავუშვათ სიგრძე როცა მაქვს მე, ანუ i თუ უდრის ტექსტის სიგრძეს სიგრძეს -1. ნაკლები ანტოლი 0-ზე ყოველთვის false დააბრუნებს. იმიტომ რომ 10-იან 8, ამ შემთხვევაში ხო ფუტბოლი 8 სიგრძისგან 800-გან შედგებოდა. 8 ნაკლები ანტოლი 0-ზე ფიზიკურად ვერ იქნება. ნაინტომაც უნდა იყოს მეტი ანტოლი 0-ზე, რომ ყოველ ჯერზე for loop-მა იმუშავოს. ერთით შემცირდეს, ერთით და ასე შემდეგ. ხო, ეს ორი არის. მეტობა ანატოლობა. ამ შემთხვევაში ტოლობაც იმიტომ მჭირდება, რომ ნულიანიც რო გაითვალისწინოს, იმიტომ რომ ნული ინდექსი მე მჭირდება აქ. იმიტომ რომ ნული ინდექსი არის პირველი 100. მაგრამ როგორც კი ანუ მეტობა ნულობა 0-ზე რო დავწერო, პირველ 100-ს არ იმას ისავს. აი ნახე, პირველ 100-ს არ მეტყვის. აი ნახე, გავუშვათ. აი აქ f-ი აკლია. იმიტომ რომ f-მდე არ მივიდა.
იმიტომ რომ ინდექსად 1 როცა იყო, მაგ დროს შეასრულა ბოლო მოქმედება. ინდექსად 1 ხო არის მე-200. და როცა i1 შემცირდა და 0-ს მიაღწია, 0 0-ზე მეტი ვერ არისო და false-ი დააბრუნა. აქედან გამომდინარე, მე მეტობა ან ტოლობა მჭირდება, რომ 0 ინდექსიც მქონდეს. აი. იდეაში სულ ეს იყო მეგობრებო. ჩვენ დღევანდელი ლექცია. ძალიან საინტერესო იყო ჩემი აზრით. ბევრი რამე განვიხილეთ. რაღაცები ახსენით. კონვერტებზე და რაღაცებზე ცოტა ვისაუბრეთ, იმიტომ რომ აი ეგეთი თემაა რა. ანუ პრაქტიკაში ესე, ანუ მაგალითებში ან მაქსიმუმ თქვენ გაივარჯიშოთ და გადაიყვანოთ ერთი ტიპი მეორეში. კიდე implicit cast-ით ავიღოთ და კიდე explicit-ით. ამიტომაც იქაც დავალებებში თქვენ ნახავთ, რომ უბრალოდ გასაკეთებელი გაქვთ ეგ ვარჯიში საკუთარ თავთან. და მოკლედ შემდეგ კვირებში უფრო იქნება დავალებები. ხო, რა ვიცი, თუ კი არაფერი კითხვა არ გაქვთ, მეგობრებო, მაშინ დაგემშვიდობებით. იმედია მოგეწონათ ჩემი ლექცია და იმედია ხმა ძალიან არ ჭედავდა. იმედი მაქვს. თუ რამე ჩანაწერში იქნება კარგად. ხმა და ხილახლა მოვსმენთ რო რამე და. და რა ვიცი, თუ კი კითხვები არ გაქვთ, მაშინ დაგემშვიდობებით და აბა, ძალიან კაი. აბა, დროებით შემდეგ ლექციამდე. ნახვამდის.